დილისთვის ეკლესიაში უნდა წასულიყო. საღამოს გადაწყვიტა. ჯიბეში ხურდა ფული მოიცია სანთლისთვის და მოსახსენიებლისთვის. ეყოფოდა თავისუფლად. ეკლესიაში შესულმა სანთლები დაანდო. უფლისადიდებელი ლოცვა წარმოთქვა და ცოდვების მიტევება შესთხოვა. წირვას მიაყურა და თავდახრილმა. თან გვერდით მდგომს გახიდა და გაშრა. დღეს ხომ ფსობაა, ღმერთო ეს რა დამემართა. გონებიდა როგორ ამომვარდა, ასე როგორ დამენისლა. მახსოვრობის უნარი როგორ დამეკარგა. საშოვარს გადაგებული, გადაღლილი გონება ყველაზე აუცილებელს როგორ გვავიწყებს. შეშფოთებული აქეთ-იქით იყურებოდა. ფული აღარ ქონდა. სახლიდან მეტი არ წამოიღო, უკანაც ვეღარ წავიდოდა. ისედაც დააგვია და წირვაზე, რაც არასდროს მომხდარა. გაოგნებული მიზეზს საკუთარ თავში ეძებდა. იქნებ ცოდვებისთვის მიმანიშნებს უფალი, რომ ბზის ხელის მოკიდების ღირსი არ ვარ. გვერდით მდგომ ახალგაზრდას თხოვდა პატიატოც, მაგრამ ვერ გაბედა. უფლის მინიშნებას დაელოდა. ღრმაც წამდა უფალი თუ ცოდვებს მიუტევებდა, ბზასაც აპოვნინებდა. ადამიანურ ცოდვებს კი რა ჩამოთვლიდა, ულოცველობა, უდროობის მომიზეზებით და სიზარმაცის გასამართლებლად. აქამდე მარხვა არასოდეს დაურღვევია. ახლა კი სახსრების ტკივილის მომიზეზებით მოძღვარს კურთხევა მოსთხოვა რძის ნაწარმზე. იქნება ამიტომაც ისჯება. ქალი ლამის მუხლებზე დაემხო და ისე ითხოვდა პატიებას სხვისი გაჭორვისთვის, ზოგჯერ გლახაკთა ვერ შემჩნევისთვის. ცხადად წარმოუდგა თვალწინ ყველა გაჭირვებული ადამიანი, არა, უსულგულო არ იყო, ბევრს ეხმარებოდა, ცხოვრებას უმსუბუქებდა. ჭორვალაყბობა ძალიან ეჯავრებოდა, მაგრამ ისიც ადამიანი იყო და ადამიანური ცოდვითი გადაცდომები უცხო არ იყო მისთვის. ქალმა უფლის წინაშე აღიარა ყველა ეგრეთ წოდებული მცირე გადაცდომა ქრისტიანული მორალიდან და ღმერთს შესთხოვა, რამენაირად გაეხადა ბზის პატიატოდის ღირსი, რომ მერე ნაყიდ კონაში ნაკურთხი ბზა მოეთავსებინა. ეს იქნებოდა მინიშნება, რომ უფალი პატიობდა ცოდვილს. ახალგაზრდა ვაჟს ბზის დიდი კონიდან უნებურად ერთი ტოტი მოუტყდა და ძირს დავარდა. ვაჟმა ფეხი მოიღერა, რომ შორს გაეკრან და ებიჯებინა. შეჩერდი. დაბალი, მაგრამ კატეგორიული იყო მანდილოსნის ხმა. ფეხი არ დაადგა, არ შეიძლება. მერე დაიხარა და აიღო უფლის საჩუქრად ჩათვლილი ტოტი. ხელზე სათუთად დაიფინა და ეამბორა. ბედნიერებისგან ლამის ატირდა, უფალს მადლობა შესწირა ცოდვების მიტევებისთვის. გულმხურვალედ ლოცულობდა და ადიდებდა, ავედრებდა ოჯახსა და ქვეყანას. ეკლესიიდან ფრთაშესხმული მოდიოდა, მიტევებამ მიღებული თვლიდა საკუთარ თავს. მადლობით და მოწიწებით ესაუბრებოდა გულში ჩაზვენებულ უფალს და ღრმაც წამდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღმერთი უნდა ჰყავდეს და მის წინაშე აგებდეს პასუხს თავის საქციელისთვის. იერუსალიმში დიდებით შესული იესოთი, აღტაცებული საზოგადოება დღეს უკვე ბრბო გადაქცეული ჯვარზე ვაკრავთ ქრისტეს, რომელიც გათენებამდე სამჯერ უარყავით. უმძიმესი დღეა, უსაშველოდ მტკივა ქრისტეს ნაგვემი სხეულის ყველა ჭრილობა. მოგვიდევე უფალო.